ისეთი შემოდგომა გვაქვს მეგობრებო. მე მგონი კლიმატი შეიცვალა ბათუმში. თან დღეს ისეთი მაგარი გადაღება გვაქვს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მასწავლებელი და არა მხოლოდ ჩემი, ძალიან ბევრი ბათუმელის, როგორც ჩემი თაობის, ასევე სხვადასხვა თაობების პედაგოგი, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო სურმანიძე, რომელიც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ბათუმელია, გარდა იმისა, რომ საუკეთესო პედაგოგია, მას აქვს კიდევ სხვა უნიკალური თვისებები ბავშვებთან ურთიერთობის, ისე რომ უფრო უკეთ ნინო სურმანიძეს გაგაცნობთ რამდენიმე წამში, იმიტომ რომ სწორედ მასთან ერთად გამოვისეირნებ ბათუმის ქუჩებში. ყავით ხელში. წავედით. ჩიკის აუცილებლად შავწერ, ახლა მომავალ ვერ მოიშალე რა. რომელი ტყუილებით? ჩემი რაინდები. ანუ მინდა გითხარო დღეს ძალიან ლამაზი შარვალი გაცვია. დიდი მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა ანა საყვარელო. როგორ აქვნა? ერთი ყავა ჩემია? კი, ერთი ყავა თქვენი, აღარ შაქრიანი თუ უშაქრო? უშაქრო. აი ესე. რა უნდა უშაქრო? მეტყვილი მიყვარს. ხო, მაგრამ როცა წონის პრობლემა გაქვს, უკვე შაქარს ივიწყებ. გასიზავ. ისე ყავა გიყვარს? ძალიან. უყავობა არ შეიძლება ბათუმში. და ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა რა. ჩვენ თავად ბათუმელებმა მოვიგონეთ ეს ბათუმის და ყავის კავშირი თუ რაღაცა თავისი ისტორიებიც აქვს? აქვს ალბათ რაღაც თავისი ისტორიები, იმიტომ რომ მამა ჩემი იხსენებდა, ქედაში ცხოვრობდნენ. რომ ბებია ჩამოდიოდა თურმე და სპეციალურად ყიდულობდა სხვადასხვა ყავას რა. და მე ურევდნენ ამას ხალავდნენ, მაგრამ თვითონ ამ ყავის დალების პროცედურა განსხვავდებოდა დღევანდელისაგან ძალიან. ნუ ახლა როგორ ხდებოდა ეს ამბავი? იყიდი ყავას, რომელიც ღირდა. გადავიდეთ ცოტა ჩრდილში. ძალიან იაფი და ყველაზე დაბალი ფასი რაც მახსოვს კილოგრამი 4 მანეთი. მე ამას მოხალავდი და დაიორთქლებოდა ტაფაზე. და რომ დაიორთქლებოდა, ცოტა გაგრილდებოდა და მე ყველას ქონდა საფქვავი. დიდი, საშუალო, პატარა სტუდენტი რო გავხდი, დედაჩემმა სპეციალური შეკვეთა მისცა. რომ ახლა მისი შვილი, ქალიშვილი თბილისში ხო ვერ იქნებოდა ყავის გარეშე. მე ყველაზე კარგად მახსოვს ბავშვობაში 90-იან წლებში, გორკის ქუჩაზე, ეხლა რო გორგილაძე ქვია, მან ცხოვრობდა და ჩვენთვის რომაინც გორკია. ჩვენთვის რომაინც გორკია. ოდიში ძვირფას პოეტა. აი ეს რაღაცა სამეზობლო რიტუალები ერთობლივი ყავის. აუცილებლად, აბა. ეს იყო აი დასვენების პროცესი. ანუ მეზობელი მეზობელთან რო შემოვიდოდა, დაიწყებოდა ახლა ამ ყავის მოწვა, დაგრილება, დაფქვა და ხრატუნობდა. სხვადასხვა ეს ეფექტი, ამ ყავის სურნელის ეფექტი ახლა ცოტა გაქრა. ამას არ ექნება ეს სურნელი და მე რეზო გაბრიაზემ გამოიყენა, რა თქმა უნდა, გამოიყენა მაშინ რა ქვია, თავის მარიონეტების თეატრში, ყოველთვის იხალება იქ მარცვალი ყავა და რო შედიხარ არის ეს სურნელი ტრიალებს. ეფექტი ქონდა ამას. რომ დალებდნენ მე ერთი და მეორეს. ჩამიხედე რა. რა ვიცი შეკალო ეთყოდა ახლა ის რა მომელი ჩამხედა ერთი მაინც ჩამიხედე ეხლა მე ეს რო არ ეყოთ გამიგედა ფანტაზია ხო ქართველებს არ გვაკლია და თავისთავად გაიშლებოდა გზები ველები კაზინოის კაზინო თუ რაღაცა ასეთი კაზიონის სახლი ხო და კაზიონის სახლი გაიშლებოდა რაღაცა ეს თემა სამსახურის ამბები იყო ციხე რაღაცა დილეგი რაღაცა ასეთი ამბები ну ფულის საკითხი რა თქმა უნდა გზა აუცილებლად იყო აბა რა ხო და მე ეს როგორც ჩანს დამაკმაყოფილებელი არ იყო ურთიერთობისათვის, ქართული ურთიერთობისათვის და ლამბაქზე გადადიოდა. ახლა აქ ლამბაქი მოიხატებოდა და იქ რაღაცა კიდე ახალი ფანტაზია ჩაირთვებოდა. ახლა ეცინებათ უფროსებს ალბათ ახსენებენ, რომ ლამბაქი აღარავის აღარ გვახსოვს და ბოლოს ესეც არ დარჩა. საკმარისი და ბოლოს როგორც ჩანს მაშინდელმა ჯადოქრებმა, მისნებმა და მარშალებმა კიდევ შექმნეს ერთი საინტერესო რიტუალი თითის ჩაკვრა. გული გახსენი ერთხელ ამას ჩაკრავდით ის და იქიდან ამოვიდოდა გენიალური სურათი. მოკლედ იქ იყო ის რა ჩვენ გვინდოდა. და რა თქმა უნდა ყოფილიყო დადებითი, გადასარევი, არაჩვეული ყველაფერი კაი გურულად. ხო და მოკლედ იყო ასე. სამსახურშიც იგივე ამბავი. მე გაძვირდა ეს ყავა ერთ დღეს
ეს იყო 80 ვიღაცა მიჭკვიანა. 80-იანი წლები რო დგებოდა, ანუ 80-91 წელი დაახლოებით და გახდა 16 ლარი მანეთი და ეს 16 მანეთი იმდენად დიდი თანხა იყო, რომ უკვე ინდივიდუალურად მოვიტან ყავას აღარ ერქვა და აგეკრიფა ფული და იქაც იგივე პროცედურა დატრიალდებოდა. ამისთვის იყვნენ შუშკფარა და მჩქეფარე გოგონები, რომლებიც ამას მოხალავდნენ, ადუღებდნენ და სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ელექტრო ღუმელზე ადუღებული, ჭიქაში ადუღებული ყავის გემო ძალიან განსხვავდებოდა ეგრეთ წოდებულ ჯეზვეში ადუღებულს. ძალიან საინტერესო იყო. ჩემი შოკი გამოიწვია პირველად ხსნადმა ყავამ, რომელიც ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ იყო ყავა. ნუ რა თქმა უნდა უხარისხოდ მოდუღებული იყო, სადაც დავლიე, მაგრამ რატომ ერქვა ამას ყავა და რა ქონდა საერთო ჩვენს ბათუმურ ყავასთან იყო აბსოლუტური გაუგებრობა. ხო, აი ბათუმურ ყავას რაღაცა სულ სხვა გემო. აი ეს იყო ბანკი, ცენტრალური ბანკი და დედაჩემი იყო ბუღალტერი და პატარა რო ვიყავი, დავყავდი ხოლმე, გამიყოლებდა, იმიტომ რომ დამტოვებელი ზაფხულში არავინ არ ყავდა და სულ ის სურნელი მახსოვს იმ ბანკის, ქახალდების, იმ ძველი იატაკის, რომელიც იყო რაღაცა, რა ვიცი, ალბათ მასიური ხის პარკეტი იყო, მოფუსფუსე ადამიანების, ეხლა რამდენიმე გამასვენდა მახსოვს ბანკის უფროსი, რომელსაც ყველა პატივისცემით ეპყრობოდა, უფროსი იყო თუ რაღაცა თანამდებობის პირი იყო, ხელი არ ქონდა ამ კაცს და სულ მახსოვს, რომ როგორ დადიოდა და რაც თავარი აქ იყო წიგნის უნიკალური მაღაზია. აი ის სურნელი კიდე ცალკე სურნელი იყო წიგნის მაღაზიის სურნელი და იქ იყო არაჩვეულებრივი გამოცემები და თუ რამე მინდოდა მერეც ახალგაზრდა მასწავლებელი რო ვიყავი, განსაკუთრებით ხშირად მიწევდა მეყი და ქართული საგანძური, ახლაც გამოდის ეს, როგორც ვიცი, მაგრამ მაშინ ძალიან იაფი ღირდა, დაახლოებით 10 მანეთი. აი აქ გამოდიოდა ნაყიდი აქვს დედას ჩემთვის საჩუქრად უნიკალური ვეფხისტყაოსანი, აქვს ნაყიდი არაჩვეულებრივი ფოტოალბომი აჭარა, რომელიც გრძელდება ალბათ ეხლა ტრადიციულად, მაგრამ ფასები იქნება ძალიან განსხვავებული. აი ეს ძველი ურთიერთობები, რაც იგივე 80-იან წლებში იყო, შემდეგ 90-იან წლებში, რომელსაც რაღაცა ცოტა რთულად სირთულეების განცდით ვიხსენებთ, მაგრამ ამავდროულად რაღაც პატარ-პატარა სიხარულებიც მოყვება თითქოს. ჯოკერის თამაში ვისწავლეთ კლასიკურ დონემდე. ყველა თამაშობდით ჯოკერს. ჩვენ მქონდა 100 ფუნქციონალი რვეულები, იმიტომ რომ შუქი არ იყო, წყალი არ იყო, დენი არ იყო, არაფერი არ იყო და ეს კარგი და ნიჭიერი პედაგოგები სამეზობლოში ვინც ყავდა მთელი დღის რა ვიცი სანთელზე ნამუშევარი საღამოს შევიკრიბებოდით და თამაშობდით ჯოკერს. ჩვენს თაობაში ჯოკერი არ ეთამაშობთ ხალხო. წაგებ. აი ქორწილია, ქორწილი. ისევ და ისევ. ქორწილია, გაუმარჯოს მეფე დედოფალ. ისე წინა გადაღებაზე იმდენი ქორწილი იყო ლამის ნახევარი. წინა გადაღებაზე რასპადაც ვერ ვესაუბრე. ახლა შაბათია კვირა თუ იყო, იქნებოდა ხუთშაბათი სამშაბათი. ახლა ხუთშაბათი იყო. ხო, იმიტომ რომ ახლა ჩემს ბავშვობაში გამიკვირდა ძალიან ხუთშაბათს დასვენების დღე დაემთხვა და ქორწილში აღმოჩნდი და გაოცებული ვიყავი. გაოცებები ჩემი ბავშვობიდან. ისე ქორწილებს ადრე აქ სადიხდიდნენ. ეზოში. აი ახლა ურთიერთობები ირღვევაო. რა თქმა უნდა, უკან მიბრუნების სურვილი არა მაქვს, არანაირი, მაგრამ მეორე მხარე ქონდა, ყველა ცუც აქვს თავისი კარგი. ანუ სამეზობლო შეიკრებებოდა. მე ვცხოვრობ სახლში, სადაც არის 70 ოჯახი. მამაკაცები მოიყრიდნენ თავს ცალკე. მათ უნდა მოეტანათ სეფა, უნდა გადანაწილებულიყვნენ პროდუქტის საშოვნელად, ეს გულისხმობდა სამტრედიაში, ფოთში. უნდა მოგეპოვებია, ხო არის? უნდა, კარგი უნდა ყოფილიყო კიდე. ხალები ცალკე კრებას მოაწყობდნენ და გადანაწილდებოდა ვინ რას აკეთებდა. ზოგი აკეთებდა ბატრიჩანს, ზოგი საცივს და ქონდა ამისთვის სპეც გარაჟი, ასე ვიტყვი, იმიტომ რომ გარაჟს ვეძახოდით ჩვენ ყველას. გაიხსნებოდა მეზობელი ამას როგორ დაკეტავდა და ხალების რაღაც ნაწილი ერთად მუშაობდა, ნაწილი სახლში. ახალგაზრდობა, ალაგება, დაალაგება, პლუს ამას ემატებოდა თებშების რეცვა, ტურტლიანი დამტრეული თებშების რეცვა. და მერე ქორწილი. ნოხი გაიკრებოდა სეფაში და მერე ბამბით დავაწერდით. მაყვალა და ზურიკო პირობითად და ბამბით ეწერა. ხახალდები გადაეკრებოდა სკამებზე ძაფი. დეკორაცია ყველგან ერთნაირი იყო. რა თქმა უნდა, წვიმა და ქარით უდარჩებოდა. მაგი აღარ იკითხოთ. მაგი აღარ იკითხოთ. აი ეს ბათუმური ეზოების რაღაც თავისი ხიბლი, რაც მე მგონი არც ერთ ქალაქს არ აქვს. თბილისური ხიბლი ალბათ იტალიური ეზო. ჩვენთან იტალიური ეზო გამოტანილი იყო ქუჩაში. აი ეს ქუჩები ეხლა ძალიან ახლოს იყო მორვაგზალთან, ანუ საზღვაო სადგურთან და
უცხოელები რო შემოდიოდნენ, ძალიან დაძლებდნენ სარეცხთან დაკავშირებით. სარეცხი გაფენილი იყო შუა ქუჩაში, მაგრამ კამოს ქუჩაზე, ახლა სულ რო ვთქვა, პატიოსთან აქიდან იქამდე არ იყო, მაგრამ ნუ უმეტესობას ქუთაისის ქუჩაზე, ორჯონიკიძის ქუჩაზე გარეთ ქონდა გამოტანილი. ამიტომ სულ დაძლებდა პოლიცია, მილიცია მაშინდელი. აბა რა. ვერაფერი არ გემახსოვრება ესენი. ეს ჩემი ბავშვობისა. ძირითადად სომხური წარმოშობის ქალბატონები. ძველი ბათუმი. აი, ისხდნენ კიბებზე, სადაც ნახავთ ორსაფეხურიან კიბეს, შერჩენილ ძველი დროიდან. აქ ყველგან იჯდნენ ქალები. ის არ დამიმთავრებია სარეცხის ამბავი. კი, საინტერესო. ერთ დღეს დაუძახეს არაფერი რო არ ეშველა ამ სარეცხს, დაუძახეს ბრინჯოს. ჩვენს სახელგანთქმულ ბრინჯოს და ბრინჯომ ჩაიერა და დაჭრა სულ. და გადარჩა ქალაქის სირცხვილს, იმიტომ რომ სხვას მისდებდნენ მილიციელს და ამის მთქმელს და ბრინჯოს ასე თქოდი ახლა ქალაქის გენიოსი იყო. ხო, აი ბრინჯოს ვერ შეკადრეს. არა, და გაიწმინდა ქალაქი. მე ძალიან დიდ ბოდიში მოვიხდი, მაგრამ ბრინჯო მე არ მახსოვს ვინი. ბრინჯო არის, ნუ სახელი გამიგია, დიდი გმირობები. ეს კოლორიტი ბრინჯოს 90-იანებში ჩაიცვა, 80-იანების მეორე ნახევარში ჩაიცვა კაბა. მივიდა ჩვენთან სამშობლოში და უთხრა, ახლა გენაცვალე პერესტროიკაო და ახლა გამსინჯეთ კარგათო. ეს დიახო, ავტობუსში რო ახვიდოდი, ვიღაცა იძახო და არ შემომხედო და ყველა მოყურებდი და რა თქმა უნდა ეს იყო ბრინჯო. აი აქ ცხოვრობდა ჩემი კლასელი ლუიზა ნადარეიშვილი, აი ამ ეზოში, არც ყოფილვარე 30 წელიწადია ხო შევხედოთ. ვიცი რომ არ ცხოვრობს, მაგრამ თუ ნახავს მე ჩვენს გადაცემას გაუხარდება. სხვათა შორის რა მიყვარს იცით კიდე ბათუმური ეზოები, აი ერთ ეზოში რო შედიხარ და უცებ მეორე ქუჩაზე რო გადიხარ, ერთი ეზო და მეორეში. აი ამ ეზოში ცხოვრობდა. უი გალამაზია და ახლა კიდე. რამდენი წელი არ ყოფილხარ? არც ყოფილვარ სკოლის. მეგობრობდით ალბათ ხო ეს? კი, ახაც მეგობრობთ, მაგრამ ახლა თბილისში ცხოვრობს და ხანდახან ნახულობთ ხოლმე ერთმანეთს. სხვაგან ცხოვრობს როჩა. კი, აი იქ ცხოვრობდა, იქ ავდიოდით კიბებზე და გარდაცვლილია მისი და მარინა და მახსოვს პირველი იდეალი მისი გამომცხვარი რომ მივიდა იმისი გემო დღესაც მახსოვს და უვიწყარი გემო რა ვიცი მარინასი და ნახეთ რა ლამაზია ეს ალბათ ძველი სახლია. ალბათ ხო ჩვენ იქით ვიყავით და ძალიან ლამაზია ახლა ძალიან ლამაზია ეზოა და რაღაც სიძველეები შენარჩუნებულია აშკარად თავის რესტავრირებით. ხო რავი ძალიან ლამაზია და გამიხარდა რომ ლამაზია. უბრალოდ უყურშავს. აი ესეთია ძველი ბათუმური ეზოები. მადლობა დიდი. მადლობთ. ბათუმური ურთიერთობები, რომელზეც აი ძალიან ბევრს საუბრობენ თავად ბათუმელები და ამას სხვებიც სხვანაირად ამჩნევენ. ეს ბათუმური სითბო, მოკითხვა, რაღაცა თავმდაბლობა, პატივისცემა. აი ეს ყველაფერი ხო მართლა ბათუმურია. და თან ისეთია, როგორიც არც ერთი სხვა. აი ხანდახან ზაფხული იშვიათად გავარო სტუმარი ამყავს მაგალითად ხო? ძალიან გამიკვირდება ხოლმე რომ რაღაც ამყოლია სტუმარი რა ხდება? ხო, ანუ ჩვეულებრივი ამბავი იყო ბათუმური რაღაცა ენერგეტიკა. ერთი პატარა ქალაქი იყო და ყველა ერთმანეთს იცნობდა. აი ერთმანეთის ნაცნობობის, ურთიერთობის, საჭიროების, გვერდში დგომის ფაქტორი ყოველთვის მუშაობს. მე სულ ვფიქრობ ხანდახან ჩვენს პოლიტიკაზე ასეთ რაღაცებს, რომ ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ საკუთარი აზრი უნდა გამოთქვა, კიდე გვაქვს სხვა ურთიერთობები, ნათესაური, მეგობრული, რა ვიცი, თავგადასავლები ერთად და ცოტა ძნელია, ხო? აი ბათუმელობას რო უსვამენ ხას რო ანუ აი რის თქვა მინდა იცით აი ზუსტად ამ პოლიტიკური შეხედულებებს სხვადასხვაობის მიუხედავად არა ჩვენთან რელიგიური სხვადასხვაობის მიუხედავად სადაც ყოველთვის მშვიდობა იყო ნამდვილად ეხლა მამდვილად ყავს ამჯერადაც ყავს კარის მეზობელი რომელსაც შემოაქვს ხელვა და რომელსაც დიდი სიხარულით მივართვენ ხოლმე ჩვენს მიმღებლობა საოცარი კი და მინდა გითხრათ კიდე იცი აი არ მახსოვს მე აი ჩემი კლასელები მოისმენენ ალბათ ამ გადაცემას ნახავენ აი არ ნამდვილად არ ვიცოდით ვინ იყო აჭარელი ვინ გურული აი არავინ არ იცოდა ეს რატომ არ ვიცი პირველად აჭარელი ვარ მეთქი თქვი თბილისში სტუდენტი რო ვიყავ ანუ საიდან ხარო და ბათუმიდანო და წარმოშობაო და ისე ქუთაისელი ვეგონე სულ დედა გურული მყავდა და ეტყობა ეს ჩქარი მეტყველება რაღაცა ასეთები და ქუთაისელი ხო არ ხარო მეკითხებოდნენ ხეთ მომენტში. არა, გურიის გავლენა გაქვს. დედა გურული მყავს და მეუღლე მყავს იმერელი და დედა ყავდა აჭარელი და ანეკდოტს რო ყვებიან, ბოდიში ნუგზარიო აჭარლებზე და არაფრისო ეუნება, არაფრისო. და
ხუმრობს ეცინება ამაზე. ნუ დედებს დიდი ნუ დედა ახლა ფაქტია რომ უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა ჩვენს ცხოვრებაში. აქ ყველგან ისხდნენ, აი როგორც გითხარით წეღან, სომეხ ქალბატონები და ქვავდნენ ყავას. აი ამ ქუჩებში სულ ტრიალებდა ყავის სურნელი. აი ამის თქმა მინდოდა. ეს იყო ბათუმისთვის დამახასიათებელი სურნელი. კიდე მეორე სუნი იყო ბათუმში. ეს იყო ზღვის სანაპირო ზოლზე, სადაც ჩემი ბავშვობა სულ იქნა გატარებული. იყო თევზისუნი. მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ ქაფშიასუნი, ნუ კიდე უფრო ბათუმურად ვიტყვი ხამსისუნი. და ერთ დღეს მე და ჩემი შვილი მივდივართ ჭავჭავაძის გამზირზე, სკოლაში მიმყავს პატარაა და გამოტანილი ჰქონდათ ეს თევზი და ყიდნენ და ნუ სიამონოსუნი იყო, რა თქმა უნდა და მე ისე გამიხარ და ბავშვობის სურნელი მოვიდა. ხო, ამიტომაც არის ის ბავშვობაში ალბათ ფსიქოლოგები იმწოში მივხვდებიან თავში რა ჩაილექება. შენს ქალაქთან ასოცირდება ისე როგორც ბენზინში რომ შემოხვიდოდი ეს ძიმე ნავთობის სუნი როგორც ემოდა, მაგრამ შენს ქალაქში იყო რაღაც კიდევ იყო ბათუმური ხასიათიდან იყო რა, აი ძველი გზით შემოდიოდით ქალაქში იყო რესტორანი გაზაფხული, ეხლა ბევრი იღიმება, იქ მანქანას აჩერებდა 50% მაინც და აი რაღაცნაირი შეგრძნება ქონდა. ჩემს ქალაქში მოვედი. აი ჩემი ქალაქია. შენი ქალაქი არ არის ის ქალაქი მარტო სადაც დაიბადე და გაიზარდე. შენი ქალაქი არის ის სადაც აი როგორც ახლა შევედი ამ ეზოში, ხო? აგერ ახლა მოახოვდებით სახლს და შეცვლილია ძალიან. სადაც ცხოვრობდა დედაჩემის ბიძაშვილი, ექიმი. აი ეს აი ხა გამოჩნდება ეს ულამაზესი ეზო. აი ამ ეზოში მეორე სართულზე ცხოვრობდა დედაჩემის ბიძაშვილი, თინა ბარამიძე და მესამე სართულზე ცხოვრობდა ექიმი თამარ კიკნაველიძე. აი ხა მის ნაგრამს, მის თავმავლობას გაუხარდება ალბათ. სხვა შორის მე ჩემი მოსწავლე ცხოვრობდა ერთი ფალავანდიშვილი როგორც მახსოვს. ულამაზესი სახლი. აი აქ შეხვიდოდი, ეხლა ქვედა სართული შეცვლილია შუშებით არის, მაშინ რა თქმა უნდა, სხვანაირი იყო პატარა ვიწრო კიბები და სხვანაირი სუნი, ძველი სახლის სურნელი და ექიმიკალი იყო. ეს სუნები როგორი დროში მოგზაურობა? ძალიან ეს ალბათ ფსიქოლოგებმა კარგად იციან რა არის სუნი. სუნი შეიძლება ის სურნელი გაჩნდეს ისედაც რაღაც აი დაინახო რაღაც გავსი და ის სუნი მოვიდეს. ახალგაზრდები როგორ ერთობოდნენ ბათუმში? ხო, აი საიდანაც დავიწყეთ, ის იყო ცენტრალური ადგილი, კინო თბილისი, რა თქმა უნდა. დედაჩემისგან და მამაჩემს. კინო თბილისი იყო რაღაცა უნიკალური ჩვენთვის რაღაცა ზღაპრული რაღაც და პირველი რომელიც ეხლანდელ ერას მოედან, საიდანაც დავიწყეთ მეთქი რა ვთქვი. და მეორე, ნუ სამი კინოთეატრი მქონდა, ინტერნაციონალი მქონდა სტალინზე, ნუ გებადელ აბაშიძის ქუჩაზე და რა თქმა უნდა მქონდა კომკავშირელი ერქვა მგონია, ხო? ხო, მარქსის ქუჩაზე. ეს სამი კინოთეატრი იყო ჩვენთვის, მაგრამ კიდევ იყო ერთი კინოთეატრი. მას ერქვა პიონერი. ბილეთი ღირდა 10 კაპიკი. დღევანდელი ხელოვნების მუზეუმის გვერდით ვარდების ბაღში, სადაც იყო ცნობილი უნივერმაღი და ამ უნივერმაღის უკანა მხარეს იყო აი ეს კინოთეატრი. სკოლა მიმთავრდებოდა პირველი 20 წუთზე და 2 საათზე მქონდა თუ 3-15 წუთზე მუსიკა. ამიტომ ყველაფერი ვიცოდი რა იყიდებოდა ამ უნივერმაღში, რასაც აპროტესტებდა დედაჩემი და სულ მეჩხუბებოდა. მაგრამ რა უნდა გამეკეთებია ახლა საათნახევარი მე ვცხოვრობდი გორკის ქუჩის ბოლოში და მუსიკალური სასწავლებელი და კონსერვატორია კეიციც არ არის. კინოში შესვლა დამოუკიდებლად ეს ისეთი ტრაგედია იყო. ვიღაცამ დამინახა დედაჩემს უთხრა რომ კინოთეატრ პიონერში ვიყავ, პატარა ვიყავ მეორე მესამე კლასშიდან. ნუ რა ვიცი კრება იყო ოჯახში მოწვეული, იმათ ეშინოდა სხვა რაღაცების თუ არა ხა იმ კინოში და სხვათა შორის გადიოდა კარგი ფილმები. რას ვაკეთებდით? როდესაც კარგი ფილმები გადიოდა და მოვიზარდეთ და მოვფინჩილდით და ბჭყალებში ტეხავდა ახლა კინოთეატრ პიონერში შესვლა. ატარა ბავშვი დავავლევდით ხელს მეზობლის ბიძაშვილს ან ათესავს მივდიოდით თვითონ ის მიყვავდა კინოში და ჩვენ ვუყურებდით დატკაპიკად ფილმებს. რაც შეეხება იმას, რა ქვია, ცოტა მოზრდილობას, აი გოგოშკურ პერიოდს. ცოტა მოზრდილობის პერიოდში, რა თქმა უნდა, რაც კი ფილმი გამოდიოდა, ყველაფერი უნდა გვენახა. მაგრამ კინო არ იყო მარტო აემნების ადგილი, მოდი ასე ვთქვათ. აემნების ადგილი ჩვენ სხვა ვქონდა. ეს იყო თეატრი. მართლა? დიახ.
ჩემი თაობა დრამატული? დრამატული თეატრი იყო, ნამდვილად იყო ჩვენი შეხვედრების ადგილი. ეხლა რატომ? ჯერ იყო საღამოს, მოდი ასე ვთქვა, 8 საათზე. ეს მაშინდელი პერიოდისთვის ძალიან გვიანი იყო, მაგრამ როდესაც ახლა იტყოდი, რომ თეატრში მიდიხარ, ну ახლა ამას საპატიო რა უნდა გეთქვა. დედას უყვარდა ძალიან თეატრი და ამიტომ მე მაქვს ნანახი ყველა გასტროლი რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრის დედაჩემის დამსახურებაა ნამდვილად და ამდენჯერ სამსახურიდან ზაფხულში ჩამოდიოდნენ და როცა მუშაობდა, მოირბენდა სახში ტანზე გადაივლებდა, გამომპრანჭავდა და გავრბოდით ამ თეატრში ასე ტაქსიც და მანქანაც არ იყო ახლა ასე და მოკლედ თახით რუხით უნდა ჩავსულიყავით თეატრში, მაგრამ თეატრი იყო რაღაც სხვა. აი ბათუმას მე ვერ ნახავ ჩემი ასაკის ადამიანს, რომელსაც თეატრთან არ აკავშირებს აი ძალიან დადებითი ემოციები მიუხედავად იმ რეპერტუარისა და ახლა მე რო გაიგებ რომ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ოიდიპოს მეფესი ბატონი კობალაძე რო ბრძანდებოდა იუსუფი, ახლა მე სიამაყით აივსები. რკინის თეატრის ამბავიც ხო? ისეთ სუყე ისტორია. კი. ნინო მასწავლებელო. ბატონ როგორ უნდა მოხიბლოს დღევანდელი, ანუ თანამედროვე ბავშვი მასწავლებელმა? იცით რა? თქვენ როგორ გამოგდით ეს? იცით რა? მოდი პირველი უნდა რა ხრიკებს ფლობთ? პირველი და ერთადერთი ხრიკი ამას გეტყვით ნებისმიერი მასწავლებელი. თუ გინდა კომუნიკაცია დაამყარო, უნდა გიყვარდეს ბავშვი. ყველა ჩვენგანი ვწდობთ სიყვარულს. თუ შენ ეს მე სულ ვამბობ ამას. თქვენ განსაკუთრებულად გამოგდით. არა, მე მიყვარს და იმიტომ. აი მიყვარ, ბავშვი მიყვარს. ეს მგონია რომ ყველანაირი ფსიქოტიპ შევხვდი, ხო? და მაინც ყოველთვის არის ერთი ისეთი, რომლის მსგავსი ჯერ არ მინახავს. ანუ თვითონ სამყაროა საინტერესო და თუ შენ მოახერხებ რომ მიიღო ისეთი როგორიც არის, გაცილებით უკეთესი იქნება სამყარო. ჯერ მასწავლებლებმა უნდა მივიღოთ. ანუ პირველი რაც უნდა დავივიწყოთ, რომ სკოლა არაშენებულა იმისთვის, რომ მასწავლებლებმა ვიმუშაოთ. სულ არ ქონდა სკოლა პლატონს და სოკრატეს, მაგრამ მათ ყავდათ მოსწავლეები. აი პირველი რაც უნდა გავიგოთ, რომ ეს შენობა არაშენებულა, იმიტომ რომ მე მქონდეს სამსახური. ეს კარგია მე რო სამსახური. ისტორიები ყავდათ, ეს სკოლა არ იყო. ხო, მაგრამ ეს აშენდა იმიტომ ვარ ჩვენ დაქირავებული ადამიანები, რომ ამ ბავშვებს ვასწავლოთ და შენ თუ ამას სიძულვილი დაკეთებ, ყველა ის ადამიანი მეწოდება, რომელიც იძულებით მასწავლებელია. აი იძულები რა არ მიყვარდა სკოლა და დღესაც ჩემს რო გითხარო მე მომდიოდა მზედამთვარე ვერც მე ვერ გეტყვი. სკოლას იმ ულამაზეს უძველეს შენობას მეორე სკოლას რო ჩაუვლი, თვითონ შენობა ძალიან მომწონს, მაგრამ აი რაღაცა ის ბავშვობის ჟრიალი მაინც სკოლა არ უნდა იყოს შიშის ობიექტი, რაღაცა დადგუნვის ობიექტი, რაღაცა სულ მარადიულად რაღაცას ვამოწმებთ, სულ რაღაცა გვაწუხებს და მაინც ვერ გავედით იმ შედეგზე, რაც გააკეთა სინგაპურმა რაღაცა 4 წელიწადში. რო ახდა პირველ ადგილზე რაღაც საოცარი რეფორმა გაატარა, ყველაფერში გაატარა და მათ შორის განათლებაში. ხო და სანამ ჩვენ არ დავსხდებით, არ გადავხედავთ ყველაფერს, ჩვენს ბუნებას, ხასიათს, სხვების წარმატებებს, წარმატება ქვია იმას თუ არა ამას გამსაზღვრავთ. პირველი ისე დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა და უნდა იყოს მართალი, გულწრფელი. შემეშალა. აი ამას წინათ, აი 2 დღის წინ რაღაც შემეშალა ბავშვთან. დედა იმ წუთში ჯერ მივხვდი თავიდან და მეგონა რომ მას ეშლებოდა და აღმოჩნდა რომ მე მეშლებოდა რაღაცა ვერ გავარკვიეთ რაღაც საკითხი და იმ წუთში მოვიხადე ბოდიში რა მოხდა, მე ადამიანია ის ჩვეულები და მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და უნდა იცოდნენ რომ უშეცდომები არ არის. პირველად თქვენ რომ დავალება შემისწორეთ. მე მახსოვს თქვენი რეაქცია და თან უბრალოდ კი არა, სულ მახსოვს. ხო, იმიტომ რომ რეაქცია იყო აი ასეთი რომ მაპატია ანა, მაგრამ ესეც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა შენი სიტყვა, რომელიც ჩვენთვის არის ჩვეულებრივი, იმისთვის არაჩვეულებრივია. ის ამახსოვრდება. და მე არ ვიცი რას მეტყვი ახლა შენ, მაგრამ ძალიან ბევრისგან მაქვს ეს განაგონი, რომ თქვენ რომ მე ეს მითხარით. და ეს ვეკითხები ხანდახან, რა გითხარი, ეგება ჭკვიანური გითხარი. საინტერესო. ძალა აქვს თქვენ სიტყვას, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა თქვენი ფრაზები მახსოვს მთელი ცხოვრება ლაიტმოტივად, მაგრამ ეხლა რაც უნდა ვთქვა, ეს იყო ეს ჩემი დავალება რომ ჩაასწორეთ, თქვენი პირველი რეაქცია იყო რომ აი შენაირი ბავშვები ყოველთვის მინდა რომ დავსაჯო, იმიტომ რომ თან ზარმაცი რო ხარო და თან ნიჭიერი. როგორები არიან ზოგადად ჭყალებში ზარმაცი ბავშვები, რომელსაც რასაც ხშირად ვიცადებ მე ბავშვობაში ოჯახის წევრები. ერთი რა მინდა თქვა, იშვიათად შემხედრია, როგორ არა, მაგრამ იშვიათად შემხედრია ქართველი ბავშვი უნიჭო.
ანუ ეს იმას არნიშნავს, რომ ქართულს აკეთებს კარგად, მაგრამ უნიჭო ადამიანი შემხედრია. ალბათ ამხელა პედაგოგიურ პრაქტიკაში 6-7. ქართული ამბავია ნიჭიერი და ზარმაცი, მაგრამ მინახავს, რომ ეს ნიჭი განვითარებულა, შენ მაგალითად და ბევრთან მინახავს და მიხარია, მინახავს, რომ გუგრილა ჩაულია. მე მინახავს ჩემზე ნიჭიერი ადამიანები, რომელმაც ვერაფერი ვერ გააკეთეს ცხოვრებაში. არ უნდა. თუ მეზარება მგძლია, მაშინ რეზულტატი არ არის. და თუ ამ მეზარებას ჩაუდებ თავარს, ინტერესს და ენთუზიაზმს, ყოველთვის დაიძლევა სიზარმაც. ახლა, როდესაც შენ ახალი გადაცემა დაიწყე, უკვე ასეთი შემართებით ხარ. ანუ რადებს ახლა ხო, რა თქმა უნდა, мотивация, ინტერესი და ენთუზიაზმი. როგორც კი ამას იპოვი, უკვე იწყება სხვა შედეგი და სხვა რეზულტატი. აი ბავშვობაში რთულია რომ იყო. აი ბავშვობაში და იცი და ხანდახან ვიცი თქმა რომ ნიჩემნი ეხლა ბავშვობაში იყოს ზარმაცი ვიდრე დიდობაში. ბავშვობაში შეეშალოს ვიდრე დიდობაში და ყველა ხო ჩვენი შეცდომების ნაკრები ვართ. საიმე ნახატლას აყვარ. ვაიმე უსაყვარლესი, ეს უნდა გადაიღო. და აი ბათუმელი კატა მეგობრებო. ყავას არ სვა. ბასო რა ფუმფული ხო? თან როგორ უხდება ამ კიბებს? ძალიან უხდება, აი ძველი ბათუმის სახე და ხო, და თანამედროვე ფერებში როა თან. ისი ანა როგორი მოსწავლე იყო, მე უცებ მაინტერესებს. ანა კარგი მოსწავლე იყო, რა თქმა მე უნდა. მქონდა ერთი პრობლემა. ვერ ვიზეპირებდი ვერაფერს. არა საჭირო, მე არასდროს არ აი ვიქო. რაღაცა ლექსის მთელს შინაარსობრივ სიღრმეს სანამ არ ჩავწვდებოდი, მე იმ ლექსს გამორიცხული იყო ვერ ვისწავლე. აი იცით რა, ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ხალხი ამბობს, რომ უნდა იყოს ზეპირობა, მე არ ვარ ზეპირობის მომხრე, იმიტომ რომ მე ზუსტად მაგ წარმატებით ალბათ უნდა მოვითხოვდე ჩვენ, რომ მთვარის სონატას უნდა უკრავდეს ყველა. ამიტომ არის ადამიანი, რომელთვისაც არ არის ლექსის სტრუქტურა, არ არის მისი, მაგრამ შეიძლება გაცილებით უკეთესი მსმენელი იყოს იმ ლექსის, ვიდრე რომელიმე ვინც ლექსს კითხულობს, იმიტომ კი არა, რომ ლექსი უყვარს, იმიტომ რომ გამოსვლა უყვარს, გამიგე, სცენა უყვარს და ხშირად ზუსტად ლექსისმა უყვართ, არა იმად ვინც გძნობს ლექსს, არამედ ვისაც უყვარს სცენა. მე უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც ისე კარგად გეტყვიან ლექსს, რომელიც მე უკვე დამავიწყდა და აღარ მახსოვს, ისე ჩუმად, ანუ ლექსი ხშირად არის ინტიმური სათქმელი. სცენაზე სათქმელი არ არის. მე მიყვარს ბავშვებთან ეფექტს ვახდენ ხოლმე, მთვარის სონატას ჩავთავ და წავკითხავ მაგალითად თოვს ან სილაჟვარდეს, ხო? მაგრამ ნუ ეს ვიტყუები ხა ვარტისტობი იმ მომენტში, თორე სინამდვილეში ეს ლექსები მარტო უნდა დაждდე და მარტო უნდა წაიკითხო. არც მუსიკა არ უნდა ჩართო, იმიტომ რომ მთვარის სონატა მის რიტმზე წაგიყვანს. შენ უკვე შესრულებაზე ფიქრობ და არა დაუშვათ იმ არსზე და არა და მილიონჯერ უნდა წაიკითხო, რა აი აქ რაღაცა ცივმა თუ თბილმა თუ რაღაცა ემოციურმა რო გაგიაროს გულში. აი სულ ამბობ ხოლმე რომ გალაქტიანის ლექსები რაღაცა მუსიკასავითაა, თქო ისე გაყავხარ სადღაც, რომ აი გგონია რომ მუსიკაა. ხო, ახლა ეზოში ყებდა ბამბურა მურა, ეზოში მწვანე ყმაოდა ბაო, ბაზის ბარდებში სურავდა სურა, შენ ბანცალებდი ბურულო. ცავ, რანაირად უნდა წაიკითხო ახლა ეს სცენაზე და ამ ბგერის ულამაზესი ჟღერადობა რაღაცა სადღაც ბამბუკის დოზე, რაღაც ალბათ მუსიკოსები რო იტყვიან, გცნობით ეს ბ გაისმას. აი შენთვის წაიკითხე და თუ არ იგრძნობდი, ლექსს ქვია ჭარხალი. ხო და ბოლოს ოხსიყმაწილე, ასე არასდროს იმგვარად აღარ ამეტყველდები, ასე თავდება ეს ულამაზესი ლექსი. მოკლედ ერთ სიტყვით იმის თქვა მინდა, რომ მასწავლებლობას აქვს თავისი ხიბლი იმ შემთხვევაში, თუ ხარ ენთუზიაზმში, თუ ხარ ინტერესში და თუ ხარ კიდე ცოტა ჯადოქარი. ხო, მოკლედ როგორც ყველა საქმეს უნდა გიყვარდეს შენი საქმე. ვისაც არ უყვარს თავის საქმე. ნებისმიერ პროფესიაში დაანებეთ, მოძებნეთ სხვა კარი. გააღეთ სხვა კარი და იპოვეთ თქვენი თავი, რომ იყოთ ბედნიერები. მე გულწრფელად ვამბობ, შეიძლება ბავშვებთანაც ვამბობ, არ ვიცი, დავიჯერე რომ მასწავლებლობით ბედნიერი ვარ თუ მართლა ბედნიერი ვარ, აღარ მაინტერესებს.
ცხოვრებაში, რომ აი უბედნიერესი ადამიანი ვარ, აი აწონვა რომ შეიძლებოდეს. არ ვიცი ახლა რომელ ადგილზე გავიდოდი, მე და დემიმური ვართ ერთ დღეს დაბადებული და მე მართლა? კი, ვაჯობებდი და მართალია დემიმურის ბებიას გავარ მე, მაგრამ და ის შემშვილიშვილს, მაგრამ სულ არ მაინტერესებს. მაგას რო ყავს პაპარაცები, 100 იმდენი პაპარაცი მყავს მე. მე იმდენ ადამიანს უყვარ ხარ. მე მიყვარს იმდენი ადამიანი. ჩვენ ბავშვობაში ვინ გვიყვარს, ანა? მისა ჩვენ უყვარვათ. ეს გზნობა დამჩა. ვახოლდებით ჩვენს ძვირფას გამსახურდიას ქუჩაზე, მაგრამ ნუ ახლა ხო იცი მაინც ლენინის ქუჩა, ხო და ყველა მეღიმებ რომ ჩამოსულების გარდა არავინ არ იყენებს იმას, რა ქვია, ახალ სახელებს და ხო და ამას წინათ გადავწყვიტე ჩამოვწერო უნდა თქო. იმიტომ რომ ვერაფერ ვერ გავესწენე. ძალიან დიდი მადლობა. ხო, რა ვიცი, ენა არ გამიჩერები ანა პატიოსნად მიშრომე. რომ გამომყევით და რაღაცა ისეთი თბილი შემოდგომა გვაქვს. არ მე მიყვარს შემოდგომა. ხო, ახლა გაზაფხული მიყვარს, მე კი უნდა ვთქვა, გაზაფხული როგორ არ მიყვარს. მაგრამ შემოდგომას აქვს რა, იცი, სითბოში გარეული სიგრილია. და სიმწვანეში გარეული ოქროსფერი. შეიძლება გაზაფხულზე გამოხვიდე და შეგცივდეს. კი. და აკი შეგცივდება, თბილად ხარ და გრიურად. სრულ ბალანსში ხო, ხარ. ჰარმონია. და სრულ ნეტარებაში. დიახ. ჩემთვის თქვენ გამარჯობა. ჩემთვის თქვენ ხართ ნამდვილად ერთ-ერთი მადლობა საყვარელო. საამაყო ბათუმელი, რომლებსაც აი ესე ხშირად ვახსენებ ხოლმე ჩემს გადაცემაში და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, მადლობა რომ ხარ, მადლობა რომ გახსოვარ, მადლობა რომ შვენიერი გადაცემის ავტორი ხარ. შვენიერი ბიჭები გყავს აგერ, მოვიხიბლე. სიმპათიურები და საყვარლები. ხო და მინდა რომ შენს გადაცემას უსურვო წარმატება, გახარება. რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეულ დროში რომ მე ენთუზიაზმით და мотивაციით სავსე მთელი გულით აკეთო კიდევ უფრო დიდი მასშტაბის და რა ვიცი რაღაცა ადამიანთა გულის მოსაგები და ყველასთვის საყვარელი გადაცემები. ძალიან დიდი მადლობა. იყავი ასეთი მშვენიერი, წარმატებული, გახარებული და ყველა ჩემს მოსწავლეს, რომელიც ჩემთან მუშაობს იქ აჭარის ტელევიზიაში, ჩემგან დიდი სიყვარული გადაეცით. მიამაყებით თქო უთხარ. აუცილებლად. ეს ხეები მიყვარს ამ ქუჩაზე. ხო, ქაფურის ხეები, მე მიყვარს მარქსის ქუჩაზე კიდე. მარქს გორგზე და მარქსზე, ანუ მარქსი რომელია დღეს ვაჟა-ფშაველა, მგონი? მგონი. და ისა, რა ქვია, გორგი ულაძის, იქაც არის ქაფურის ხეები. ხო. სხვაჩერს ამ ხეებზე ამბობენ, რომ ერთგვარი ინჰალატორიაო. და რაღაცა. კი, და მითხრა, უხდება ქალაქს, უხდება ქალაქს.